მე ამ კვირაში წავიკითხე, ესე იგი, მამაპაისი ათონელის მესამე ტომიდან ის საუბრობს ადამიანურ და ღვთაებრივ სამართალზე. ადამიანური სამართალი რა? მარტივად რო ვთქვათ. შოკოლადი გაქვს, შუაზე გაყო. ნახევარი შენ ძმას მისცე, თუ შენ დას ნახევარი შენ დაიტო. მაგრამ საღვთო სამართლიანობა ის არის, რომ მას იმდენი მისცე, რამდენიც უნდა. და შენთვის დაიტოვო ის, რაც მას არ უნდა. სიტყვაზე, აი მაგალითი მოყავს რა. გახსოვთ ეგვიპტიდან რომ გამოვიდნენ აბრაამი და თავისი ძმის წული ლოტი. მათ წემსებს საძოვრების გამო რომ ჩხუბი მოსდიოდათ, აბრაამმა რა უთხრა? აი გაიხედეო, განა შენს წინაშე არ არისო ეს მიწაო. შენ თუ მარჯვნივ წახვალო, მე მარცხნივ წავალ. შენ თუ მარცხნივ წახვალ, მე მარჯვნივ წავალ. ანუ რატო უნდა ვიჩხუბოთ ამ რაღაცის გამო? აი ეს არის საღვთო სამართლიანობის ძალიან კარგი მაგალითი. შენ უთხარ, შენ აირჩიე. და კიდე რა საუბრობს ისიც, აი მაგალითად ორი ძმა არის და ნაკვეთი უნდა გაიყონ. შუაზე კი არ უნდა გაიყონ, ეს ადამიანური სამართლიანობა იქნება. შეიძლება ერთს 6 შვილი ყავს, მეორეს 2 შვილი ყავს და იმის მიხედვით უნდა გაიყოს, ვისაც რამდენი ჭირდება. შეიძლება ვიღაცას ერთს უფრო მეტი აქვს ხელფასი, მეორეს უფრო ნაკლები. შეიძლება ადამიანი თავს იმშვიდებდეს იმით, რომ მე ხო შუაზე გავყავ. მაგრამ ეს არ არის საღვთო სამართლიანობა, ეს არის ადამიანური სამართალი. აი ამას ამბობს, რომ ეს ადამიანური სამართალი ადამიანს სიხარულს არ ანიჭებს. სიხარულს ანიჭებს. აი აბრაამს ძალიან უხაროდაო, რომ ლოტიო კარგ ადგილებზე დამკვიდრდა. ლოტს მერე რაც შეემთხვა ეს იცით თქვენ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აბრაამის გადაწყვეტილება ესეთი იყო, რომ აერჩია არა მას, არამედ სხვას, ამ შემთხვევაში ლოტს.